ისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა გადახარდოს გულწრფელად წყალობა, მადლი და სიკეთე არ მოგოს აწესებეთაგას დიდი მადლობა ყველას ტაძარში მოსვლისთვის. ღმერთმა გადაწერა, რომ ძალიან პირები დაიწყო ძალიან აღიჭირდება ეს სამხარე და ეს სიცივე დაიწყო, მაგრამ ქრისტიანის არცენ ამასასაც გადავაკეთე ქრისტიანის და მოდი შეიძლება და დიდი მადლობა ყველას რომ ესე მოდიხართ ესე ღვთისმსახურებას და ღმერთმა შეიწიროს უთეოქმედაგანას ტაძარში მოსვლა. ღმერთმა დაგიფავრა და დაგიწვა თავისენისაგან ღმერთი შეეცოდა და დაეყაროს მოყვა ჩვენი ქვეყანა. ხედავთ როგორ გაუცნდა ესე ეს ქვეყანა შემოვიდა ყველგან და ყველაფერს ესენი და ღმერთმა შეძლებს რომ რაღაცა ისოვაჩებდეთ ამას. მე სულ ფიქრობ ამაზე რატომ მოხდა ეს უსმენდი ვიღაცები რაღაცა საუბრობდნენ რომ აი სადიხო მაშინა თუ ესე ესადაა დედაფშებული წარმოგიდგენთ ამას ამობილი ზითვი არის ეკლესიურ ადამიანებს უწოდებს საკუთარ თავს აი თეოლოგიებად რო ეწოდებიან იმიტომ ისინი ამბობენ ესეთ რამეს აღდი რომ აი სად არის დედაფშობის ამას ხტომილობა საქართველოსი ახლა რატო არ დაიფარა დედაფშობა თუ მაშინ დაიფარა დიახაც მაშინ დედაფშობა ჩვენი ქვეყანა დაიფარა და მართლა სასწაული გვანახა დედაფშობა როცა კონსოლიდაციაში ყველა მოდერნული იყო ესენი ჩვენ დედაფშობა მართლა დაუფარა და დაგვიწვა მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებმა ამისთვის მადლობა ღმერთს არ გადაუხადეს. ამისთვის სამადლობელო ღმერთს არავის არ შეუძლია. იმის მაგივრად რომ ხალხს მადლობა ეთქვა და შენობა ეთქვა ღვთისაგან ადამიანები რო ლანძღეს იმის რომ მადლობას ტაძარში არ არის და ტაძარში ვიზარდებათ რომ ლანძღავდნენ დიდი მარხვის პერიოდში და ილანძღებოდნენ და აგინებდნენ და თითქოს ყოლებად გვიწოდებდნენ და ყოლებად უხსენიეს ყველა ვინც კი მაშინ ბიოლოგიური იარაღები ვიხავთ მაშინ ვინც ეკლესიაში დავდიოდით შენობას კი არ უთხოვიათ ამ ადამიანებისათვის. ღვთისაგან შენობას კი არ უთხოვიათ, წარმოიდგინეთ. და ეს ადამიანები ვინც ესე ილანძღებოდნენ, მერე წავიდნენ და გასართობა წავიდნენ და კლუბები და ეს იყო გადავსებული. 2000-3000 კაცი სავსე იყო თელი კლუბები და ესე ბათუმში, აჭარაში. ის ხალხი ვინც ყველაზე მეტად ლანძღავდა ეკლესიას და აგინებდა, როგორც კი გავიდა აღდგომის დღე, ყველას გასვოთ ეს დღე, ხო? ყველას დაავადდა კორონავირუსი და ყველა გავიდა და ყველა დაიწყო გართობა და დროსტარება. არავინ დედაფშობლისგან არ როგორ ფუტობა როგორ დაგიფაროს ღმერთი თქვენ პირად ცხოვრებაში გამოგისწიათ ეს ღმერთი რაღაცა სასწაულს მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში დაგიფაროს დაგიწევს და თუ ადამიანი ამას ვერ ეცნობიერებს მე შეიძლება განსაცდელი ეშვება ცხოვრებაში ორი უკიდურესი მიდგომა არ შეიძლება ერთი რომ ესე მარტივად მიუშვათ პატრონ არ არსებობს ეს უკიდურესენი და მე არასდროს საფრთხოს ვირუსი არ არსებობს პირიქით პირველი ჩვენ ვიყავთ დისტანციების დაცვა დავუწევთ ეკლესიაში მაგრამ ამბობდი ეს რამეს და დღესაც იგივეს ვიტყვი რომ არ არსებობს მზიარებიდან და წმინდა ხატებიდან ადამიანს დაავადება გადაეჭს ჯვრიდან მაცხონებელი ჯვრიდან ხატებიდან რომელიც მაცხონებელი და მაკურთხებელი და მკურნალია ეს არის გამორიცხული ეს დაიმახსოვრეთ თელი ცხოვრება ქრისტიანებმა განსაკუთრებულად რომ არ არსებობს რაც არის ჩვენ როცა ზიარებით გამოვდივართ ვამბობთ ეგეთ სიტყვებს საკურნებელად სულისა და ხორცისა და არ შეიძლება რაც ის საკურნებელია სულისა და ხორცისა ის იყოს დაავადების წყარო. ეს არის აი ყოველ გამორიცხული და მინდა ეს თელი არსებით ყველას გესმოდეთ რომ აი არ არსებობს ერთი წამითაც კი არ დაუშვათ. გონებაში ფიქსით ის რომ თქვენთვის დაავადების წყარო იქნება წმინდა ზიარება და წმინდა ხატები და წმინდა ნაწილები. პირიქით წმინდა ნაწილები და წმინდა სხეულები და წმინდა ნაწილები არის მკურნალი. თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვიდეთ მამა გავრიელის წმინდა ნაწილთან და ემთხვიოთ მის წმინდა ნაწილებს, წმინდა ხატებს ემთხვიოთ, წმინდა ზიარება მიიღო და ამაში შიში არ უნდათ. მაგრამ ადამიანს გადასცემს სამსენს. და ეს ყველა ადამიანს ემართება და წმინდა მამამსაც კი ძალიან ბევრი დაავადება ჰქონია. ბიზო პავლე მოციქულიც კი ითხოვდა ღვთისაგან, ეთხოვდა ესეთი თავის ტკივილები აწუხებდა რომ ღმერთმა პავლე მოციქულიც კი არ განიკონა ამ სენისაგან. ანუ შეიძლება ადამიანს სენის შეემთხვეს და ეს ჩვენ არასდროს არ უთავს რომ სენისგან ადამიანი დაზღვეული არ არის. მაგრამ ის სიმხილე აუცილებელია, ეს აუცილებლად ყველა უნდა გამოიჩინოს სიმხილე დისტანციები, ესეც როცა უთხრება გასცა მის მოწმენდესობა ხო? მაგრამ ჩვენც როგორ მომდუნი ქრისტიანები გახსოვთ აი დიდი მარხვარი იყო და თავიდან სენ როგორ შემოვიდა, როგორ ლოცულობდით ყველანი სახში ყველანი აკმევდით, დაკურწყას ასხურებდით, როგორი მონდომებლები იყავით. და რო გადავიდა აღდგომის დღე ყველა მოდუნდით, თქვენც მოდუნდით, მეც მოდუნდით, თქვენთან ერთად ყველანი მოდუნდით, ყველამ შეწყვიტეთ ეს ღვთისმსახურება, ეს ღმერთის დიდება, რაღაცა ეს ყველაფერი ჩვენგანაც ესე დაეშვა. ჩვენ შეწყვეტეთ პარაკლისები, მე უკვე შემდეგი კვირიდან დიდ მარხვაში ყოველდღიური წინასწარი ჩავატარო და ესევე ყოველდღე პირველ საათზე გადავიხდით ღვთისმშობლის პარაკლისს.
ყოველდღე გადავხეთ ღვთისმშობლის პარაკის და ღვთისმშობლმა დაიფაროს და დაიწვეს, ამიტომ რომ ლოცვის გარდა ჩვენ დამხმარე და შემწე არავინ არ აქვს. ღმერთის გარდა ამ ქვეყანას შემწე და დამხმარე არავინ არ აქვს. ვერავინ ვერ დაგიფარავს შენ ღმერთის გარეშე, ვერავინ ვერ დაგიცავს ღმერთის გარეშე. ერთადერთი ვისაც შეუძლია ჩვენ ამ სენისაგან დაგვიცვას და დაგვიფაროს, ეს არის ღმერთი. ეს არის ზედაღმრიშველი და ამიტომ ჩვენი გონება, ჩვენი ფიქრი უნდა ყველა მივიდრიყოთ მისაკენ და უნდა ჩვენი თელი სიწმინდე პატიოსნები და ისევ დავიცხოვროთ ყველა რომ ღმერთი შეიმეწოს და ღმერთთან დაგვიფაროს. რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, დღეს საოცარი სახარება იყო საკითხული სამართლის იგავით აიკითხა ერთ-ერთი ადამიანი მიდის მაცხოვართან და ეკითხება რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ცხოვრება საუკუნე დავიმკვიდრო. ანუ როგორ უნდა მოვიქცე იმისთვის რომ მარადულ ცხოვრებაში გადავიდე რომ ჩემი სული გადარჩეს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის და ღმერთი უნდა რომ ღმერთი უნდა შეიყვარო მთელი გული და მთელი გონები, მთელი ფიქრი, იმიტომ რომ ღმერთის შეყვარების გარეშე და თუ შენ ღმერთს ვერ შეიყვარე, მაშინ შენ ვერაფრით ვერ გადარჩები და ვერაფრით ვერ ცხონდები. თუ შენ ღმერთს ელი გულით შენ გონებაში და შენ ფიქრში არ შემოუშვებ. ერთ-ერთი განმარტებელი განმარტავს ნეტარი ავგუსტინე საოცარ სიტყვის ამბობს ამ სახარების განმარტების დროს. აი როგორც სხეული სულის გარეშე მკვდარია და როგორც კი სხეული და სული გამოვა და იმ წუთშივე სხეული გვამეხტებაო, იმ წამინა გვამეხტება სხეული და იმ წუთში უსიცოცხლოა სხეული, ესევეო სული ღმერთის გარეშე მკვდარია. ესევე სული ღვთის წყალობის გარეშე და ღმერთის გარეშე სული არის მკვდარი. ანუ ადამიანი რომელიც უღმერთო ცხოვრობს, ადამიანი რომელიც ღვთის გარეშე ცხოვრობს, ადამიანი რომელიც ღმერთის ნების გარეშე ცხოვრობს და ღმერთს არ უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას, ის უკვე ამ ქვეყანაზე მკვდარია. ურწმუნო ადამიანზე საცოდავი ამ ქვეყანაზე არავინ არ არის. ყველაზე საცოდავი არის ურწმუნო ადამიანი. როგორ შეიძლება ურწმუნო რო ხარ, წარმოიდგინე, რო არ გჯერა ღმერთის, რო არ გჯერა მარადიული ცხოვრების, რო არ გჯერა შენი ცხოვრება იწყება დიახაც გარდაცვალებიდან, იწყება შენი ცხოვრება, როგორც იოანეს სახარებაში წერია, გასული იოანეს სახარებაში, მაცხვარი რას ამბობს, რომ სიკვდილისაგან ცხოვრებად გარდაიცვალა. ანუ ამ ქვეყანას ღმერთი იოანეს ღვთისმეტყველის სახარებაში ღმერთი ეძახის სიკვდილს და იმ ცხოვრებას იქ გარდაცვალებას ეძახის სიცოცხლეს. ანუ სიკვდილიდან ცხოვრებაში მივდივართ. ანუ ადამიანის სიცოცხლე იწყება გარდაცვალების შემდეგ. როგორც კი გარდავიცვალებით, მე იწყება ჩვენი ნამდვილი ცხოვრება. ერთხელ არ ვიცი მოგიხევით თუ არა, თქვენს გავთ ეს საკითხული. ორი ადამიანი, ორი ბავშვი მუცელში, დედის მუცელში. ერთი ტყუპები არიან მუცელში, დედას ყავს ტყუპები მუცელში, ერთი ათეისტია, ანუ ურწმუნო და მეორე არის მორწმუნე. და არის ამათი დიალოგი, ეს როგორ საუბრობენ, ეს ორი ტყუპი მუცელში როგორ საუბრობს და ეს მორწმუნე ეუბნება ამ ათეისტ ტყუპს მუცელში ეუბნება რომ იციო ჩვენო დედის წიაღში რო ვართო? იცი რომ ჩვენ სირბილო ახლა ჩვენ დედაში ვართ ახლა და დედასო ჩვენო ყველანი ძალიან უყვარვართ ახლა მე და შენ ძალიან უყვარვართ და ერთი სული აქვს და დედა ჩვენ როდის დავებადებითო და როგორც კი დავებადებითო მოდის დრო უნდა გავიდეს აუცილებლად რომ ისე რომ დაიბადო უეჭველი მოკვდები და ვერ გადარჩები მაგრამ სულ ყოფილი ასაკს რომ მიასწრე რომ დავებადებითო მე რომ დედა გველოდებაო ჩვენო და დედაო ჩვენო გულში ჩამოგრასო ძალიან გველოდებაო ჩვენო დედას მოფერებას ვეძო რომ დედა როგორ გეფერებაო ჩვენო როგორ უყვარვართო დედაო ჩვენო ყვებავსო ჩვენო და ის უწყმუნო ეუბნება რას ამბობ რა დედაო ის დედაო აბა მანახე დედა სად არისო აბა შემახედე დედა აბა მისი ხმა მომასმენია აბა სადგესისო დედის ხმა აბა დამალაპარაკოსო აბა შეგვეხოსო დედაო აბა მანახოსო დედამ საკუთარი თავი თუ დედაში ვარქო ჩვენო მაშინ აბა სად არის ეს დედა აბა მანახე ეს დედა აბა სად არისო ეს მორწმუნე ეუბნება არა ესე ვერ დაგანახებო დედასო უნდა დაიჯერო რომ დედაში ხარ იმიტომ რომ თუ ვერ დაიჯერო შენ დედაში ხარ ვერ მიხვდები რომ შენ დედის წიაღში ხარ ეს უცნაური რას ამბობ რა დედა ის დედაო მე რომ ჩვენო აქ ამის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანმა იცოცხლოსო აქედან რომ გამოვთ მე რომ იცოცხლო დიახაცო მე იწყება ჩვენი ნამდვილი ცხოვრება როგორ ვიციო აი ეს ჭიყვარი რომ გადაიჭრება რომ დავებადებითო ჭიყვარის გადაჭრის შემდეგო ჩვენო დავიწყებ დამდე ცხოვრებას ამათე ის აუწყდება სიცილი მუცელში რას ამბობ შენ იმას ამბობ ჭიყვარი რომ გადაიჭრება რითაც ახლა ჩვენ ცოცხლობთ და რითაც ჩვენ ახლა სიცოცხლის აქედან ვიმკვებებით აგინამ ცოცხლობთ როგორ ჭიყვარი გადაიჭრება და მე ჩვენ დავიწყებთ სიცოცხლის სოცხო გამორიცხულია რას ამბობ შენ აი ესეთი რაღაცების როგორ გჯერაო ჭიყვარის გადაჭრის შემდეგ როგორ შეიძლება ვინმე მიცოცხლოს ეგრევე ხო მოკვდებიო თუ იმიტომ რომ მაშინ როგორ უნდა ისულთქო როგორ უნდა ჩამოვიდო რომ ჩვენ ჭიყვარით ვარ დაკავშირებული ამ სხეულთან რაშიც ახლა ჩვენ ავართო და როგორც კი გადაიჭრება იმიტომ ჩვენ მოკვდებით და ეს მოწმეულება არაო
ესე არ არის. აი ჭიპლარი რო გადაიჭირება, მერე დაიწყება ჩვენი ცხოვრება და მერე დაუწყე ჩვენ ამ ცხოვრებას. ზუსტად ესეა. ძალიან ძლიერ დასაჯერებელია აქ სანამ ქვეყანაზე ხართ. თქვენი თვალი მხოლოდ ამას ხედავს. ამ მიწის რასაც შენი თვალი ხედავს, თავს, ბარს, ამ შენობებს, ამ რაღაცებს, აქ მრავალ ყველაფერს იმის იქით თუ სულიერი თვალი არ გადახსნა და თუ შენი შინაგანი თვალი არ გაიხსნა, აი გულის თვალი, გულის ხური თუ არ გაიხსნა შენში და თუ გულის ხური თუ არ მოისმინე, თუ გულის თვალი თუ არ დაინახე, შენი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება არ დაიწყება და ვერ დაიწყება ვერასოდეს. თორე სული ჭიპლაზე იქნები დამოკიდებული, სული ფიქრე რომ აი სანამ ამ ხორში ხარ, მანამდე შენი ცხოვრება, ესე იფიქრე, იმის იქით ვერც დაუშვო ცხოვრება არსებობს. როგორც იმიტომ რომ უნდა თქო ანახოს ამდენ ადამიანს თუ შენ ძოი მამოაბა, მანახე ღმერთი. დაულებ ვერ განახე ღმერთს. როგორ დაგანახო ღმერთი? ვინმე შეგიძლია სიყვარული მანახოთ? ვერ მანახეთ სიყვარულს. ვერ სიძულს ვერ მანახეთ, მაგრამ მანახეთ გამოხატვა სიყვარულსა, როგორ და გამოხატვა ამას მანახეთ. როგორ და გამოხატოს ადამიანის სიძულული ამას მანახეთ, მაგრამ სიყვარულს ესე ვერ დამანახეთ. სიყვარული გზნობა, მაგრამ ღმერთი რეალურად არის, ღმერთი რეალურად არსებობს. ღმერთი თუ ვერ შეიგზენი, ვერასოდეს ვერ დაინახავ ამას. თუ ამ ხატებთან შენ, აი ამ ხატებისგან თუ შენ არის თავი რომ ეს არ არის მარტო შუშა და მინა და ეს უბრალოდ დახატული რაღაცა თუ არ არის და თუ ამიშინით შენ დედაფშობას ვერ დაინახავ, ვერასოდეს რწმენა ვერ გექნება ხდის. ვერასოდეს ვერ დაიჯერებ ამას და ცოცხალი რწმენა მას შემოცა შენ, აი ამ შუშაში, ამ ნახატში ღმერთს იქნო. აი ამ ჯვარცმას რო შეხედავთ იმ ხეს იმაში რომ მაცხოვარს დაინახავთ. აი მე ვიმختები ამას, მე დაიწყება თქვენი ნამდვილი სარწმუნოება. მე შეხედეთ აპოლოს მანაირად სარწმუნოება, აი როგორ აიცი, აი როგორც იმურწმუნო ბავშვს, აი ვერ დაანახებდა, ვერ ანახებდა ის ვერასოდეს დედას, სანამ არ დაიბადებოდა. ესევე სანამ ადამიანი არ გარდაიცვლება, მამამდე ვერ მიხვდება რომ თუ ეს ქვეყანა ნამდვილად არსებობს, ნამდვილად არსებობს სამოთხე და ნამდვილად არსებობს ჯოჯოხეთი და მარადიული სატაჯოები. მე შეეხება ამას და მე როგორ ძალიან გვიანი იქნება. მე ძალიან მე იქ ვეღარ მოინანია, იქ ვეღარ შეიძლება რომ მოინანია. ამიტომ სანამ აქ ახარ, მანამდე უნდა დაიჯერე. სანამ აქ ახარ, მანამდე დაიკაპიტულოს ხელები, მანამდე დაიწყო მოღვაწეობა, უნდა დაიწყო სიყვარული და დღევანდელ სახარებაში ეწერა, წარმოიდგინეთ, პერი მაცხოვარი უსმის რომ და არისო და უფრო დიდი სიყვარულს შემოყვა შეიყვარებო, ღმერთის სიყვარული შეიძლება არისო, ამის სწორი ცნება არისოთა შემერ შეიყვარებო. და ესე აღძევს მე მაცხოვარი ეუბნება რომ ეს ეუბნება რომ მაშინ ვინ არის შემოყვასი და იგავს უხება რომ კაცო ავაზაკები დაეცვა სამარიტელს სემესო და იქვე დააგდესო ძალიან აცემი ქუჩაში, აცემი გზაზე მგდელმა გამოიარაო, მგდელმა წარმოიდგინე და დაინახა ქუჩაში წაქცეული ადამიანი ნაცემი და ზედან შეხედა და გაუარა ისე. მერე ლევიტელმა გამოიარა, ჯურის ამსულებელმა გამოიარა, მორწმუნემ გამოიარა, ჭალებში მორწმუნე გამოიარა და დაინახა და გვერდი დაუარა ამას და არც მიახედა, არც მიხედა, ზედა შეუხედა სამისთვის. ისე აუარა და არც მოუარა, არც უპატრონა წარმოიდგინე. და მერე სამარიტელმა გამოიარა და ებრაელს წარმოიდგინე დაეხმარა, სამონოს ებრაშვილი დაპირისპირება იყო. მას არც სარწმუნოება ჰქონდა სწორი. არ იცოდა მას სწორი სარწმუნოება, მას არ ჰქონდა მაცხონებელი სარწმუნოება, მაგრამ გული ჰქონდა სხვანაირი. შინაგანად იყო წესიერი და პატიოსანი ადამიანი. და დაინახა ქუჩაში დაგდებული ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს მტვრობდნენ, მიუხედავად ამისა, მათ გადაუპატრონა, მოყვასმა არ უპატრონა, მეგობარმა არ უპატრონა და იმ ადამიანმა უპატრონა, ვისაც არ ეკუთვნოდა წესი პატრონობა მისი, წაიყვანა და სასტუმროში რომ იყვანა, ფული გადაუხადა სასტუმროში, დაბანა, მოუარა, ყველაფერს მიხედა და წარმოიდგინე ნახევარსეულება სასტუმროს პატრონს შენოვო ფულს ხო დაუტოვებს და თუ ეს ფული არ ეყოფაო, აი ნახე როგორი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ესე კი არა, მოვალეობა კი არ მოიხატა, ნახევარსეულება შენო თუ ფული არ ეყოფაო, მე რო დაბრუნდებიო უკანო, თუ შენო მეცო დახარჯაო, მეო გადაგიხტივ, ანუ რასეულება ამიტომ ბოლომდე იზრუნე მასზე, არ დაგენანოს ის მის თუ კიდე რამე დაჭირდა ხო, ბოლომდე უპატრონე მას, ბოლომდე მიხედე მას. აი წარმოიდგინე როგორი დამოკიდებულება აქვს სამარიტელს, როგორ უღება ამას. ამ ადამიანს ამდენი ადამიანის და მე ხშირად ვამომხოლო. შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს და ეკლესიური საერთოდ არ იყოს. საერთოდ ცხოვრება ეკლესიაში დადიოდეს, აღსარებას აპარებდეს, მარხულობდეს, ეზიარებოდეს, მაგრამ ეკლესიური არ იყოს. შეიძლება მღვდელი იყოს და ეკლესიური არ იყოს. შეიძლება გალობელი იყოს და ეკლესიური არ იყოს. შეიძლება მედავიწყე იყოს და ეკლესიური არ იყოს. აი კითხულობდეს ამდენ საკითხავს ყოველდღე. საკითხავს, ახლა მე ჯერ კიდევ ეკლესიური არ იყოს.
წლები ეკლესიაში რაც ეკლესიური არ იყოს. ეკლესიურობა არის აი აქ. აქ ნოყავს ღმერთი. თელი არსებით რო გესმის ღმერთი, თელი არსებით რო გიყვარს ღმერთი და თელი არსებით რო შენ მასზე ფიქრო და მასზე ზრუნავ. ადამიანები რო გიყვარს, როგორ შეიძლება შენ ადამიანები არ გიყვარდეს და მღვდელი იყო. შენ ადამიანები არ გიყვარდეს და შენ გალობელი იყო. შენ ადამიანები არ გიყვარდეს და მედაუხლე იყო. შენ ადამიანები არ გიყვარდეს და სტიკაროსანი იყო არა. ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა წყალობა მოგცეთ, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ღმერთმა დაუცოთ თქვენთაგანის ცხოვრება. ამინ. ამინ.